დაუყოვნებლივი სანქციები ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, კახა კალაძეს, ირაკლი ღარიბაშვილს და შალვა პაპუაშვილს ევროპა ოცნებისაგან დისტანცირებას ოფიციალურად იწყებს. ევროპის სახალხო პარტიამ კიდევ ერთი უმკაცრესი რეზოლუცია გამოსცა. გადაუდებელ რეზოლუციაში ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს საქართველოში კრიზისის შექმნელი მაღალჩინოსნების დაუყოვნებლივ დასანქცირებისკენ მოუწოდებენ. ასევე აუცილებლად მიაჩნიათ ევროკავშირის წევრმა ყველა ქვეყანამ იზოლაციაში მოაქციოს ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები, არ აღიაროს მათი ლეგიტიმაცია, გაწყვიტოს მათთან ყოველგვარი დიპლომატიური ურთიერთობა, გააუქმონ ყველა ოფიციალური მიწვევა და ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი აღიარონ. რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ სწორედ პრეზიდენტი ზურაბიშვილი უნდა იყოს საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი. ევროპის სახალხო პარტია მორიგ უმკაცრეს რეზოლუციაში ოლიგარქის გუნდს ახალი არჩევნების დაუყოვნებლივ ჩატარებისკენაც მოუწოდებს. ნინო სამყურაშვილი განაგრძობს ამ თემაზე საუბარს, გისმენ ნინო. თავდაპირველად დავიწყოთ იმით, რომ ევროპის სახალხო პარტიამ სამი ძირითადი მოთხოვნა ჩაწერა თავის რეზოლუციაში. პირველი ეს არის არაღიარება ქართული ოცნების ოლიგარქიული რეჟიმის, შემდგომში ეს არის ახალი არჩევნების მოთხოვნა და მესამე ეს არის სანქციების გაგრძელება ქართული ოცნების მაღალი თანამდებობის პირებისთვის, მათ შორის ევროპიდან უნდა იყოს გადადგმული და სახელობითი სანქციები უნდა დაუწესდეს. გადადგმული უნდა იყოს ნაბიჯი და სახელობითი სანქციები უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილს, კახა კალაძეს და ირაკლი ღარიბაშვილს. ეს არის ოლიგარქიული რეჟიმის ის ხუთეული, რომელიც გადაუდებელ რეზოლუციაში უკვე ჩაწერილი არის, რომელიც ევროპის სახალხო პარტიამ უკვე აქვს მიღებული. საკმაოდ ვრცელი არის ის რეზოლუცია, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ევროპის მხრიდან იმისათვის, რომ ქართველი ხალხის მთავარი სურვილი რაც არის, რომ ქვეყანა ევროატლანტიკური განვითარების გზიდან არ გადაუხვიოს ქვეყანამ და რუსეთისკენ არ წავიდეს, ეს ყველაფერი იყოს შესრულებული. აი ეს არის ის მთავარი შინაარსი, რომელიც ამ დროისთვის ევროპის სახალხო პარტიის მხრიდან მიღებულია. ევროპის სახალხო პარტია ევროპარლამენტის ყველაზე მრავალრიცხოვანი პარტია, ყველაზე დიდი ჯგუფი არის და მათი მხრიდან ნათქვამი ეს გზავნილი, რა თქმა უნდა, უკვე აისახება ევროპარლამენტზეც და ევროპარლამენტის დებატებიც უახლოეს პერიოდში იქნება საქართველოსთან დაკავშირებით. ასევე ევროპარლამენტი მუშაობს საქართველოში კრიზისის დაძლევისთვის რეზოლუციის მიღებაზე და დიდი ალბათობით ეს მთავარი გზავნილები ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც უკვე აისახება. მოუწოდებთ ახალი არჩევნების ჩატარებისკენ გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, რომელსაც მართავს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ, რათა უზრუნველყოს ჭეშმარიტად სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესი. გავაგრძელოთ მიზანმიმართული სანქციების დაწესება ქართული ოცნების იმ მაღალჩინოსნების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკანდახევაზე, არჩევნების გაყალბებაზე, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ტერორზე, ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევაზე და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე. კერძოდ, მოუწოდოს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს დაუყოვნებლივი და მიზანმიმართული სანქციების დაწესებისკენ ბიძინა ივანიშვილისთვის, ირაკლი კობახიძისთვის, კახა კალაძისთვის, ირაკლი ღარიბაშვილისთვის, შალვა პაპუაშვილისთვის. შეაჩეროს ყველა ფინანსური მხარდაჭერა და სტრატეგიული პარტნიორობა ქართული ოცნების რეჟიმთან, რათა თავიდან აიცილოს მისი ანტიდემოკრატიული ქმედებები და გააძლიეროს თანამშრომლობა საქართველოს კრიტიკულ მედიასთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, ავტორიტარიზმის წინააღმდეგ მდგრადობის გასაძლიერებლად და საქართველოს ხელისუფლებასთან ევროკავშირის ურთიერთობის ყველა ინსტრუმენტის გადაფასების მიზნით. ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნის გაჟღერებით, რომლებსაც ემუქრებათ შესაძლო მრავალწლიანი პატიმრობა, ისევე როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება. გამოხატეთ მტკიცე მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, რომლებიც ყოველ საღამოს განაგრძობენ გამოსვლებს საქართველოს ქალაქების ქუჩებში. და აი ამ დოკუმენტის მთავარი სულისკვეთება, რა თქმა უნდა, არის ისიც, რომ რეჟიმის პატიმრები, ყველა პოლიტპატიმარი, ვინც ამ დროისთვის ოლიგარქიული რეჟიმის ციხეში არის, მათ დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ საპატიმროები, ეს არის მთავარი მოთხოვნა. მას შემდეგ, რაც ეს რეზოლუცია, რომელიც მიიღო ევროპის სახალხო პარტიამ გავრცელდა, ამას გამოეხმაურა ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელიც ამბობს, რომ აი ამ მთავარ მოთხოვნებს, რაც არის არაღიარება ქართული ოცნების რეჟიმის სანქციების
სანქციების გაგრძელება, ამასთან ერთად დაუყოვნებლივ პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ამ ყველაფერს ეთანხმება ამერიკის შეერთებული შტატების, წერს ჯო ვილსონი და ის, რომ ეს ნაბიჯები ევროპის მხრიდან გადასადგმელი არის, ამაზე საუბრობს ასევე თავის განცხადებაში ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანიც, რომელიც ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მთავარი მომხსენებელია. ევროპის სახალხო პარტიის პოზიცია ნათელია. საქართველოს ამჟამინდელი რეჟიმი არალეგიტიმურია და მასთან ურთიერთობა არ შეიძლება. ჩვენ გამოვდივართ ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისა და სანქციების დაწესების მოწოდებით. ქართული ოცნების მაღალჩინოსნების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიის უკან დახევაზე. მივესალმები ევროპის სახალხო პარტიის ერთსულოვან რეზოლუციას, რომელიც მოითხოვს საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და სალომე ზურაბიშვილის ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად გამოცხადებას. ამერიკა ეთანხმება. ევროპული საბჭო და ევროკომისია იანვრის ბოლომდე მიიღებენ გადაწყვეტილებას, რაც უკავშირდება დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის ამოქმედებას და ოლიგარქიული რეჟიმის მაღალჩინოსნები ვეღარ შეძლებენ ევროკავშირში და შენგენის ზონის ქვეყნებში შესვლას უვიზოთ და მათ მოუწევთ ვიზის აღება, მაგრამ ევროპარლამენტარები, ევროდეპუტატები, ძალიან ბევრი სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი საუბრობენ იმაზე, რომ არ არის საკმარისი ეს ნაბიჯი, რომელიც გადადგმული არის ევროკავშირის მხრიდან და სწორედ ამიტომაც არის ევროპის სახალხო პარტიის ეს რეზოლუცია ასეთი მკაცრი, რომ უფრო უნდა იყოს მეტად მკაცრი თავის მოთხოვნებში ევროკავშირი და მათ შორის სანქციების პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს ოლიგარქიული რეჟიმის მაღალჩინოსნების მიმართ და ეს სანქციები უნდა იყოს აუცილებლად სახელობითი.